ანსამბლი შხოროშკუ. ასე, ოკო დოპილე. ჯანსულო, ჯანსულო. დოპილი დო გუათე. ჯანსულო. აბა, მა, მიგისკუდით. ჯანსულო, ჯანსულო. გებუშკოში გუიარია. ჯანსულო, ჯანსულო. თემაგარი, თუთმაგარი. ჯანსულო, ჯანსულო. პალავანი ქუთარია. ჰარირა.
ჟიური ფენსია, მთელი შემოდგომობით დარბაზის ფენსია მომგზავნის. ამაყი ვარ ულაში რომ მაგაი. მე კიდე ამაყი ვარ რომ აი. ასეთი ფოლკლორი გვაქვს. ბატონო ჭოლა, ხოლ შევაფასო. ბრავო. ბატონო ჭოლა, შეაფასეთ ხოლ ეს არაჩვეულებრივი ანსამბლი. პატივცემულო ჭოლა, გთხოვთ. არაჩვეულებრივი იყო. ძალიან კარგი იყო და მე მინდა ვთქვა რომ რამდენი თეატრია ქართულ ეპოსში, ქართულ სისხლში, რამდენი რამ არის გაერთიანებული. ერთის მხრივ მხედრული, არაჩვეულებრივი ბრძავა, უნარი და მეორეს მხრივ ირონია, თვითირონია. ახლა გასაგებია რატო არის ქართული თეატრი ისეთი კარგი როგორიც არის. და საიდან მოდის ეს ყველაფერი და საიდან მოდის ჩვენი ქართული ნიჭიერება. აი ამ ხალხიდან. ძალიან დიდი მადლობა შემოკარგებო. ნანუგა ეს ძალიან მაგარი იყო, რაც ვნახე, სანახაობრივი იყო. არ დამთავრდა ეს თქვენ ისეთი სხვანაირი პეცი მიეცით საერთოდ შემდეგ ამ ყველაფერს და არ დამთავრდა ეს მთელი სანახაობრივი დეტალები და არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მაგარი იყო აი ფოლკლორის ნაწილში თუ რამე მინახავს ნიჭიერში. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მაგარი იყო და თქვენ რომ არ იყოთ ფინალში, ესე იგი სამართალი არ არსებობს. გამორიცხულია რა თქვენ არ იყოთ და ძალიან მაგრად ჩანდა მეგრული ხასიათი. მთელი იქ ისეთი რაღაცები გქონდათ ჩადებული. მე ამოვიცანი იქ მთელი რაღაცები მეგრული და შემეშინდა თავიდან დამავიწყდა ტყუპები რო იყავით და ცოტა კი შემაშინეთ უცებ, მაგრამ მე გამახსენდა. თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ ფინალში, აუცილებლად. რუსკა გისმენ? მე რა თქმა უნდა შენ. მე პირადად ძალიან დიდ მადლობას გეტყვით იმისთვის, რაც ყველაფერი რაც ეს ვნახე ამ სცენაზე, ეს იყო ძალიან მაგარი, დაბურძგლული ვარ თავიდან ბოლომდე, აი ესე ვარ სუმთლიანად დაბურძგლული და რა მაგარია რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი ქართული და ვერავინ ვერ წაგვართმევს, ვერ ასწორდეს. მადლობა ია. ქართულიო და მე სიამაყით ვიჯექი და ვისმენდი და ცოტა არ იყოს ჩემი თავი შემცხვა, იმიტომ რომ აქ რო ვზივარ და ხან ინგლისურად ვქაქანებ და ხან რუსულად და მეგრულად რო ხმას ვერ ვიღებ, შემცხვა ამ ყველაფრისა და პირობას ვდებ რომ აუცილებლად ვისწავლე, იმიტომ რომ მამა ჩემი სულ მასწავლიდა და ვერ ვისწავლე და შურდა ნიკა გვარამიასი, რომელიც ჭირდა და ყველაფერს გებულობდა. მართლაც საოცარი სანახაობა იყო, აქ იყო მთელი პანორამა, პალიტრა მეგრული სულისა, იქ ფილმები და კადრები მაცხვიტია, დათა თუთაშხია, ბეჩუნიმ გაიარა, აგერ დათა მოიტაცა ქალი. მთელი ამბები და მინდა გითხრათ რომ და მაინც უნდა ვთქვა, არავინ არ ჩამომართვას რაიმე იმეს, რაც მაგრები ვართ, მეგრელები ვართ. მადლობა ია, ნიკა გთხოვთ. აი თუ რამეს არ ველოდი, ეხა ფარულავა სისხლის ყივილს. მე სრულიად ვიზიარებ თქვენ პათოს. მე შოვინისტი ვარ, შეიძლება, მაგრამ გონია რომ ყველაზე ნიჭიერი ხალხი დედამიწის ზურგზე ვართ დიახ ჩვენ მეგრელები. მე ასე მგონია. ბრავო, დიდი მადლობა ჟიურის. მე არა, ერთი წამით, ეხა ეგრე მარტივად კი არ რჩები. ესე მარტივად. არა, ეგრე არ ხდება. ჯერ ერთი წლევანდელი წელი შეატყობდა მაყურებელი, რომ გამორჩეულია ფოლკლორული ნომრებით და ამისთვის მადლობა ვის? ცოცხალ გენიოს სად არის? აგერ. ჩვენს უშიკას, რომელიც ნამდვილად განზეულის გუშაგია. მადლობა მას ამისთვის. მაგრამ თავარი მადლობა, რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს, რომელიც არის უზომოდ ნიჭიერი, იმიტომ რომ თუ რამე ყველაზე უფრო მაღალი კლასის და თუ უდაოდ ყველაზე უფრო მაგარი რამე აქვს შექმნილი ერს, რომელიც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობს, ეს არის მისი ფოლკლორი. სრულიად უდაოა პირადად ჩემთვის, რომ ყველაზე მაგარი ფოლკლორი ამ სოფლიოში გვაქვს ქართველებს. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ცეკვაც და სიმღერაც. ერთახმებით, მას. მეტი ესე დარწმუნებით ვერაფერზე ვერ ვიტყვი, თუ ვიტყვი საერთოდ რამეზე, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა და ასეთი პატარა ერისთვის ეს არის უმაღლესი მიღწევა. ამას გარდა ეს ნომერი იყო დაამშვენებდა ყველაზე უფრო თანამედროვე შოუს, ყველაზე უფრო, რა ვიცი, მდიდარ და
განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად ოსკარების დაჯილდოებას, რატომაც არა, ან რა ვიცი, ნებისმიერ რამეს. ეს იყო ფანტასტიკური სახიობა, უმაღლესი კლასის მუსიკა, ძალიან მაგარი ცეკვა და უმაღლესი კლასის თეატრალური პერფორმანსი. სუპერ, მე ვამაყობ თქვენით და ესენი რომ ფინალში ვერ გადავიდნენ, სირცხვილი ჩვენ და განსაკუთრებით სირცხვილი სამეგრელოს. განსაკუთრებული სირცხვილი მათ. დიდი მადლობა